მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი. ამ ვიდეოში გავივლით Arduino Python-ის კურსის მესამე იუნიტის მეორე ქვეთავს და ასევე ერთი-ორი წინადადებით აგიხსნით თუ როგორ უნდა დავაინსტალიროთ Arduino IDE-ს, ანუ Arduino-ს პროგრამა კომპიუტერზე, რათა პრაქტიკულად შევძლოთ მუშაობა. მოკლედ Code.hs-ზე ვართ მესამე იუნიტის მეორე ქვეთავზე გაჩერებული, ანუ Arduino Python-ის კურსის მესამე იუნიტის მეორე ქვეთავზე, სადაც უკვე დავალებები გვაქვს LED-ის ანთება, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, ეს დავალებები გვაქვს ვირტუალურად Tinker Card-ზე გვაქვს გასაკეთებელი და აქ დასაწერი ამ Tinker Card-ზე შეგვიძლია ვნახოთ ვირტუალურად და აქ ავაწყოთ, მაგრამ მანამდე რომელი პროგრამა სჭირდება პრაქტიკაში გაკეთებას ის პროგრამა დავაინსტალიროთ, ხო? ამისათვის გავხსენეთ ახალი ტაბი ბრაუზერში, ჩავწერეთ Arduino IDE download, Enter-ს დავაჭირეთ, შემდეგ მოვძებნით აქ აი ამას, დავაწყაპუნებთ, გადავალთ აი აქ. შემდეგ download-ს, როდესაც დავაჭერთ, გადმოვდივართ უკვე ამ ფანჯარაზე და ამ ფანჯარაში უნდა აირჩიოთ თქვენი კომპიუტერის მონაცემები, ხო? ამ შემთხვევაში ჩემი არის Mac. Download-ს, როდესაც დავაჭერთ, დაიწყება საინსტალაციო ფაილის ჩამოწერა, როდესაც ჩამოიწერება, ახლა მე უკვე დავაინსტალირე, მაგრამ მაინც აგიხსნით, ხო, როდესაც ჩამოიწერება, დაველოდოთ ახლა ეს როდის შეივსება. აი შეივსო და როდესაც შეივსება, დავაჭიროთ ამას, გავხსნათ და აი აქ ამოვარდა, ანუ Mac-ის შემთხვევაში ასე არის, ახლა მას მოვკიდებთ ხელს და გადავიტანთ აქ და всё, გაეშვება უკვე ეს პროგრამა. უბრალოდ მე ახლა დაინსტალირებული მაქვს უკვე აქ. ხოლო რაც შეეხება Windows-ზე, როდესაც download-ებში გადახვალთ, download-ებში იქნება ეს საინსტალაციო ორჯერ დააწყაპუნებთ და უბრალოდ მიყვებით ინსტრუქცია, ხო, next და შემდეგ გაეშვება. როდესაც უკვე დავაინსტალირებთ, აი ასე გამოჩნდება თქვენი, აი ეს არის უკვე პრაქტიკაში სამუშაო პროგრამა. ანუ პრაქტიკაში სამუშაო რას ნიშნავს? ანუ ამ პროგრამაში ვწერთ კოდს, შემდეგ Arduino-ს ვაერთებთ ფიზიკურად კომპიუტერზე USB პორტით. აქ მოვნიშნავთ რომელი Arduino გვაქვს შეერთებული და გავუშვებთ. ამას შემდეგ აგიხსნით უკვე. თავარი ახლა იყო ის, რომ ეს პროგრამა დაგვეყენებინა. შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტით დაიხმაროთ პირდაპირ ეს ლინკი მოთხოვოთ და მოაგდებს პირდაპირ ამ ლინკს თქვენ რომ არ ეძებოთ აქ რომ არ ეძებოთ საინსტალაციო ლინკი. ხელოვნურ ინტელექტს ეტყვით და პირდაპირ ლინკს ჩაგიგდებთ და იმ ლინკით გადმოხვალთ პირდაპირ აქ. კარგი, ესენ უკვე დავაინსტალირეთ, გადავედით ახლა აი აქ, პირველი ვიდეო არის, მეორე არის აქ თეორიული მასალა. განხილული არის Arduino და კოდი, დეტალები, ამასაც შეგიძლიათ გადახედოთ, წაიკითხოთ, მაგრამ ვიდეოებშიდაც ავხსნი. შემდეგ არის კიდევ ვიდეო, სასწავლო ვიდეო და შემდეგ არის სავარჯიშო, რომელიც უნდა დავწეროთ. ამ სავარჯიშოში ახლა ჩვენ გვთხოვენ, თან ახსნილიც არის, ნახეთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და რა უნდა გავაკეთოთ, ანუ ცოტა ახსნილიც არის. მაგრამ ასევე სავარჯიშო არის ასეთი, აი ნახეთ, თუ დაუკვირდებით აქ LED-ი ნახეთ, აინთო და ჩაქვრა. აინთო, ჩაქვრა. ესე იგი, LED-მა უნდა იციმციმოს. ახლა ჩვენ აქ პირდაპირ კოდი შეგვიძლია დავწეროთ, მაგრამ აქ სიმულაციას ვერ გავიგებთ Code.hs-ზე, სიმულაციას ვერ გავიგებთ. ამიტომ ამისათვის იყენებთ Tinker Card-ს, რაც წინა გაკვეთილზე ავხსენი. გადმოვდივართ Tinker Card-ში, რა თქმა უნდა, შევდივართ ჩვენს ანგარიშზე, ახლა ეს როგორ უნდა შეხვიდეთ ამ ანგარიშზე და რეგისტრაცია როგორ უნდა გაიაროთ, თუ გაინტერესებთ, წინა ვიდეოში უყურეთ. შემდეგ დავაჭირეთ აი აქ plus create, ავირჩიეთ მეორე წრედები და დავიწყეთ ახლა ამ დავალების შესრულება. კარგი, მოკლედ, ესე იგი, გვახსოვს ხო, აი აქ, ასე უნდა ავაწყოთ. ესე იგი, ერთი ნათურა უნდა გამოვიტანოთ და ავაციმციმოთ, უნდა აინთოს 2 წამით, უნდა ჩაქრეს 2 წამით. შემდეგ აინთოს 2 წამით, ჩაქრეს 2 წამით. სანამ ამას დავიწყებდი, ახლა ამ კოდის წერას, მანამდე ჩვენ რა გვჭირდება? უნდა გადმოვიტანოთ Arduino, უნდა გადმოვიტანოთ LED და აუცილებლად გვჭირდება რეზისტორი. რეზისტორი გვჭირდება იმისათვის, რომ LED არ დავწვათ ზედმეტი ძაბვისაგან, ანუ ძაბვას ამცირებს, ხო? ახლა რა გვინდა?
LED უნდა განვიხილოთ ჯერ, LED-ს აქვს პლუსი და მინუსი ფეხი. ნახეთ, დავუკვირდით, ეს მოხრილი ფეხი არის ანოდი, ანუ პლუსი ფეხი, ეს ფეხი არის მინუსი, ანუ კათოდი. ჩვენ რეზისტორი გვაქვს აქ, როდესაც რეზისტორს დავაჭერთ, არის მისი წინაღობა 1 კილოომი. ნახეთ, აი LED-ს თუ დავაჭერ, ამოვარდება LED-ის მონაცემები, რეზისტორს თუ დავაჭერ, ამოვარდება რეზისტორის მონაცემები. აქ ეს არის 1 კილოომი, LED-ს არ ჭირდება 1 კილოომი, ჭირდება 220 ომი, ანუ 220 დავწეროთ და აქ კილოომი გადავიყვანოთ ომზე. შემდეგ რეზისტორი ჩვენ შეგვიძლია შევაერთოთ პლუს ფეხსაც და მინუს ფეხსაც, ანუ შეგვიძლია შევაერთოთ ანოდზეც და კათოდზეც, ანუ ორივენაირად იმუშავებს, მაგრამ ძირითადად აერთებენ ხოლმე მინუსში. კარგი, ახლა მოდი რა ვქნათ იცით, ეს LED უნდა შემოვატრიალოთ პირიქით, აი ამისთვის, რომ კაბელები ერთმანეთზე არ, ანუ 100 არ წამოვიღოთ კაბელი, ხო? ამიტომ LED დავაწყაპნოთ LED-ს, შემოვატრიალოთ LED, ეს უკვე გადავიტანოთ მინუს ფეხზე, აქედან წამოვიღოთ კაბელი, ჩამოვიდეთ ქვევით და აქ როდესაც დავაწყაპუნებ, კაბელი გააკეთებს კუთხეს. წამოვიდეთ აქ და ავირჩიოთ ground-ი. ნახეთ, Arduino-ს აქვს რამდენიმე პორტი. ამ პორტებს თან განვიხილავ, მაგრამ პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის ground-ი. ნახეთ, ეს არის ground-ი, ანუ მინუსი და აქვს კიდევ პლუსი 5 ვოლტი და აქვს კიდევ პლუსი 3.3 ვოლტი. დანარჩენი რაც დაგვჭირდება პერიოდულად, ეს არის ანალოგ პინები და ეს არის digital პინები. ახლა digital და analog პინებში განსხვავებას დროთა განმავლობაში და ვიდეოებში, მომდევნო ვიდეოებში განვიხილავ, ხო, ასე ერთიანად ახლა ყველაფერი რომ ვახსენო, ვერ დაიმახსოვრებთ. ამიტომ ჯობია ახლა ამ ვიდეოში, რასაც ვაკეთებთ, ის აგიხსნათ და ის პორტები აგიხსნათ. ჩვენ ახლა ჯერ ვაკეთებთ რას? Arduino უნდა ავაციმციმოთ 2 წამით, უნდა აინთოს 2 წამით და ჩაქვრეს 2 წამით, ხო? ამიტომ მინუს ფეხი შევაერთეთ ground-ში, ყოველთვის მინუსი ეცადეთ რომ იყოს შავი ფერის, ანუ კაბელი შევცვალოთ, კაბელის ფერი. კაბელის ფერი შეგიძლიათ შეცვალოთ როგორც კლავიატურიდან ციფრებზე ხელის დაწყაპუნებით, ასევე როდესაც კაბელს დააჭერთ, აი აქედან შეგიძლიათ ჩამოშალოთ და აირჩიოთ შავი. ხოლო პლუსი ავირჩიოთ ნებისმიერი სხვა ფერი, ანუ თუ 5 ვოლტში ვაერთებთ, მაგ შემთხვევაში, თუ 5 ვოლტში ვაერთებთ, მაგ შემთხვევაში წითელი იყოს, მაგრამ თუ digital პინებზე ვაერთებთ, მაგ შემთხვევაში რაიმე განსხვავებული ფერი იყოს. მოდი ამ შემთხვევაში შევაერთოთ აი 5-ზე. აი აქ. მაგრამ იყოს რაიმე განსხვავებული ფერი, მაგალითად სტაფილოსფერი. ახლა ეს ოდნავ ზევით ავწიოთ, რომ ლამაზად იყოს. ესეც ავწიოთ ასე ზევით და ახლა რა გავაკეთეთ? ესე იგი ჩვენ Arduino-ზე ground-ში შევაერთეთ LED-ის მინუს ფეხი, შუაში რა თქმა უნდა მიმდევრობით შევაერთეთ რეზისტორი, ხოლო პლუს ფეხი შევაერთეთ მეხუთე პინში, Arduino-ს მეხუთე პინში. ახლა გადმოვწიოთ ეს ახლა გვერდით, გადავიდეთ კოდებზე. კოდები უნდა დავწეროთ, ანუ შეერთებები უკვე გავაკეთეთ. ახლა გადავიდით კოდებში, დავაწყაპუნეთ კოდს, დავაჭირეთ აი აქ ბლოკი ჩამოშალეთ და ავირჩიეთ ტექსტი და დავაჭირეთ continuous. ახლა აქ როგორც ხედავთ, თქვენ დაგვთათ კოდი დაწერილი, ხო? მოდი ცოტა გავადიდოთ ეს. აი ესე. კიდევ რა უნდა ვთქვა, ესე იგი ჩვენ კი გავდივართ Python Arduino-s კურსს და წინა სავარჯიშვები ნახეთ, აი ეს ამ კურსზე CodeHS-ზე კი არის მე-3 იუნიტამდე Python-ის კურსი, მაგრამ თვითონ Arduino იწერება C++ ენაზე, ანუ Python-იც თუ გჭირდება, ამ შემთხვევაში უკვე C++ ენაც გჭირდება. აი ნახეთ, აქ გვაქვს კიდე კომენტარში გვაქვს დაწერილი, რომ C++ კოდი არის აი ეს. ახლა თვითონ ეს კოდი განვიხილოთ. ახლა რა არის? ესე იგი, ზოგადად Arduino-ში კოდში ორი ძირითადი ფუნქცია არსებობს, ეს void-ი, ერთი და void-ი მეორე. ანუ ფუნქციების შექმნა ხომ გახსოვთ Python-ში, ანუ define რომ იყო, აქ არის void setup და void loop. ესე იგი, setup-ი არის ფუნქციის სახელი, ამ შემთხვევაში loop არის ფუნქციის სახელი. void არის ფუნქციის შექმნის ბრძანება. თუ Python-ში define იყო div, აქ არის void.
JavaScript-ის კურსში კიდე function და ასე შემდეგ ყველას განსხვავებული აქვს. ესე იგი დავიმახსოვრეთ void setup არის ფუნქცია, რომელსაც ეკუთვნის, ანუ ეს ფუნქცია არის აი ამ ბრჭყილიდან ამ ბრჭყილამდე, ანუ ეს არის თლიანად void setup-ი და ეს არის თლიანად void loop-ი. ახლა რა განსხვავება ამათ შორის? setup ფუნქცია სრულდება კოდის გაშვებისას ერთხელ. ანუ როდესაც აი აქ starts დავაჭერ, მაგ შემთხვევაში setup-ში ჩაწერილი კოდი შესრულდება ერთხელ, ხოლო loop-ში ჩაწერილი კოდი შესრულდება მრავალჯერ, მუდმივად შესრულდება, ანუ დაიწყება პირველი კოდიდან, გადაყვება ყოველ კოდს თანმიმდევრობით და როდესაც დასრულდება ბოლო ბრძანებას, როდესაც გააკეთებს, ისევ დაიწყება თავიდან. კარგი, ახლა გავიგეთ, რომ setup-ი სრულდება ერთხელ კოდის გაშვებისას, loop-ი სრულდება მუდმივად, loop-ში ჩაწერილი კოდი სრულდება მუდმივად. ახლა რას ვაკეთებთ? ესე იგი, პირველ რიგში setup-ში ვაყენებთ პინებს, ანუ პროგრამას ვეუბნებით, რომ LED რომელ პინზე გვაქვს შეერთებული. ამ შემთხვევაში LED გვაქვს მეხუთე პინზე შეერთებული და აი აქ LED რომ წერია, ეს უნდა წავშალოთ და ავირჩიოთ 5, ანუ მეხუთე პინი იყოს output-ი. Output-ი, ანუ ინფორმაციის გამომტანი. Arduino-s პინები არის როგორც input-ი, არის ასევე output-იც. Output-ი ნიშნავს ინფორმაციის გამოტანას, ესე იგი Arduino-მ უნდა გამოსცეს ინფორმაცია და გადავიდეს ამ შემთხვევაში რაღაც კომპონენტზე, ამ შემთხვევაში LED-ზე, ანუ LED-ზე. ხოლო input-ი გვჭირდება მაგალითად სენსორებზე, ანუ სენსორმა რომ წაიკითხოს რაღაც მონაცემი და თვითონ Arduino-s გადასცეს ეს რაღაც ინფორმაცია. მაშინ გვჭირდება სენსორებზე input-ები. ამ შემთხვევაში გვჭირდება output-ი, ესე იგი ჩვენ ვეუბნებით, რომ pin mode არის პინის დაყენება Arduino-ზე და ჩვენ ვეუბნებით, რომ მეხუთე პინი იყოს output-ი, ანუ ინფორმაცია გამოვიდეს მეხუთე პინზე, რომელ პინზედაც გვაქვს LED-ის პლუს ფეხი, ანუ ანოდი შეერთებული. ანუ პინი უკვე დავაყენეთ, აქამდე გავიგეთ. ახლა გადავედით loop-ზე. loop-ში რა ხდება? loop-ში ნახეთ, digital write-ი არის ბრძანება, რომ გააგზავნოს სიგნალი, ანუ ჩაიწეროს ამ პინზე იყოს high, ანუ ეს პინი ცვლადი არა გვაქვს, ამ შემთხვევაში ესაც უნდა წავშალოთ და მივუთითოთ 5. ანუ ჩვენ ვეუბნებით, რომ გაუშვი მეხუთე პინზე high. ანუ digital write-ი ვეუბნებით, რომ მეხუთე პინზე გააგზავნე high, ანუ გაუშვი სიგნალი, ხო? ამ შემთხვევაში გაუშვებს მუხტს. delay ნიშნავს დაყოვნებას და 1000 ნიშნავს მილიწამს, ანუ მოიცადე 1000 მილიწამი. ესე იგი, ჩვენ ვეუბნებით აი აქ, მოდი ამას ასე ვისამ. ესე იგი, აქ ვეუბნებით, რომ მეხუთე პინი იყოს high მდგომარეობაში, ანუ მეხუთე პინზე გაუშვის სიგნალი 1000 მილიწამით. შემდეგ უკვე digital write-ი ისე ვეუბნებით, ანუ მეხუთე პინი, ანუ ეს LED-იც უნდა წავშალოთ და ავირჩიოთ 5 ისევ. აქაც ვეუბნებით მეხუთე პინზე შეწყვიტე სიგნალის გაშვება 1000 მილიწამით. ანუ გაუშვი 1000 მილიწამი სიგნალი, შეწყვიტე 1000 მილიწამი სიგნალის გაშვება. როდესაც აი აქ starts დავაჭერ, აი აქ როდესაც start simulations დავაჭერ, დავუკვირდეთ ახლა აი აქ, შეხედეთ, აინთო 1 წამი ჩაქვრა 1 წამი, აინთო 1 წამი ჩაქვრა 1 წამი, აინთო 1 წამი ჩაქვრა 1 წამი. stops დავაჭიროთ, ისე აქ ვერაფერს ვერ შევცვლით, სანამ stops არ დავაჭერთ. stop simulations დავაჭიროთ და მე მინდა 2 წამი, ხო, დავალებაში აქ გქონდა, რომ 2 წამი უნდა აინთოს, 2 წამი უნდა ჩაქვრეს. ამ შემთხვევაში აი აქ ამას წავშლი 1-იანს, დავწერ 2000. აქაც წავშლი 1-იანს, დავწერ 2000 გაუშვი სიგნალი, რაც გამოიწვევს LED-ის ანთებას, შეწყვეტე სიგნალის გაშვება, რაც გამოიწვევს LED-ის ჩაქრობას. starts დავაჭიროთ, ვნახოთ ახლა რომ აი 2 წამი აინთო, დავუკვირდეთ 2 წამი აინთო, 2 წამი ჩაქვრა, 2 წამი აინთო, 2 წამი ჩაქვრა. всё, ეს იყო სულ პირველი დავალება, ეს შეგვიძლია მოვნიშნოთ და ვაკოპიროთ და აქ უკვე წავშალოთ და ჩავსვათ ამის ადგილზე. Submit continuous დავაჭიროთ, რა თქმა უნდა, ჩაგვეთვალა, გადავედით შემდეგ დავალებაზე. აბა ვნახოთ ახლა შემდეგ დავალებაში რა გვაქვს. შემდეგ დავალებაში გვაქვს ასეთი სავარჯიშო, რომ ესე იგი
უნდა აინთოს ერთი წამი, ჩაქრეს ერთი წამი, მერე უნდა აინთოს მეოთხედი წამი და ჩაქრეს მეოთხედი წამით. ანუ რა უნდა გავაკეთოთ? ისევ გადმოვედით აქ და ამ კოდს ახლა მე არ წავშლი, აქ გავაგრძელებ უბრალოდ კოდის წერას და თან შევცვლი. ესე იგი, დავალება კარგად გავიაზროთ. უნდა აინთოს ერთი წამი, ჩაქრეს ერთი წამი, უნდა აინთოს შემდეგ მეოთხედი წამი და ჩაქრეს მეოთხედი წამი, ანუ 250 მილიწამი. ესე იგი, თუ ერთი წამი მინდა აინთოს, ამ ვეტყვი რომ 1000, ანუ digital write 5 high, ანუ სიგნალი გავუშვი 1000 მილიწამი, ანუ ერთი წამი high იყოს, შემდეგ digital write 5 low, ანუ ერთი წამი აქაც 1000 მილიწამი უნდა დავწეროთ, ერთი წამი იყოს ჩამქრალი და შემდეგ უკვე იგივე მინდა 250 მილიწამი აინთოს, 250 მილიწამი ჩაქრეს. ანუ ეს კოდი ფაქტურად მე იგივე მინდა ქვევით, უბრალოდ 1000-ების მაგრად 250 უნდა დავწერო. ეს შეგიძლიათ ხელით დაწეროთ, შეგიძლიათ დაკოპიროთ. ჩავსვათ აქ და აქ 1000-ის მაგრად დავწერ 250 და აქაც დავწერ 250. Start simulations დავაჭიროთ, ამ შემთხვევაში დავუკვირდეთ აინთო ერთი წამი, ჩაქრა ერთი წამი, შემდეგ გაციმციმდა. აინთო ერთი წამი, ჩაქრა ერთი წამი, შემდეგ გაციმციმდა. გავიგეთ? ახლა ესეც მოვნიშნეთ, დავაკოპირეთ და პირდაპირ ჩავსვათ აქ. წესით უნდა ჩაგვითვალოს, გვითვლის, submit continuous დავაჭიროთ. გადავედით უკვე შემდეგ მესამე დავალებაზე. ახლა უკვე აქ ნახეთ, მორზის ამბანი გვაქვს და თან გვიხსნის რა როგორ არის. ეს წერტილი არის ერთი წამით ანთება, ერთი წამით ჩაქრა, ეს დიდი ტირე არის, სამი წამით ანთება, ერთი წამით ჩაქრობა. ესე იგი, ჩვენ თუ გვინდა რომ რაიმე სიტყვა შევადგინოთ, აი მაგალითად სოს რომ შევადგინოთ, ნახეთ, ს-ო-სო, ხო? ეს ასო არის, ერთი წამი ანთება, ერთი წამი ჩაქრობა, ერთი წამი ანთება, ერთი წამი ჩაქრობა, ერთი წამი ანთება, ერთი წამი ჩაქრობა. ხოლო ო არის, სამი წამი ანთება, ერთი წამი ჩაქრობა, სამი წამი ანთება, ერთი წამი ჩაქრობა და კიდევ სამი წამი ანთება და ერთი წამი ჩაქრობა. შემდეგ ისევ ს უნდა გავიმეოროთ. ახლა მოდი ეს დავალება დავწეროთ, ხო? ესი ასო. მოდი, ესე იგი, აქ ამ დავალებას ახლა მოდი ამას წავშლი. ამ კომენტარსაც წავშლი. ასე. ახლა აქ კომენტარი გავუკეთოთ, რომ ეს იყოს ესი ასო. ესი ასო არის ერთი წამი ანათებს ლედი, ერთი წამი ჩაქრა. ოღონდ ეს უნდა გაიმეოროს სამჯერ. ახლა აქ ამას უკვე აკეთებს, ხო, ერთი წამი აინთო, ერთი წამი ჩაქრა. ეს უკვე for-ში შეგვიძლია ჩავსვათ, მაგრამ for-ი ჯერ აქ არ გაგვივლია და ამიტომ მოდი ეს დავაკოპიროთ და ჩავსვათ აი ასე სამჯერ. ესე იგი აი ასე ერთი წამი აინთო, ერთი წამი ჩაქრა. შემდეგ ერთი წამი აინთო, ერთი წამი ჩაქრა და ისევ ერთი წამი აინთო და ერთი წამი ჩაქრა. ეს არის ესი ასო. ახლა ო ასო არის სამი წამი ანათებს, ერთი წამი ქრება. სამი წამი ანათებს, ერთი წამი ქრება. სამი წამი ანათებს, ერთი წამი ქრება. ეს არის ო ასო. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ისევ ეს დავაკოპიროთ. აქ კომენტარი დავუწეროთ ო ასოს რომ წერთ და ჩავსვათ აქ. ოღონდ უნდა იყოს სამი წამი ანთებული, ანუ ერთი წამი ჩამქრალი. ეს უნდა გავიმეოროთ რამდენჯერ? სამჯერ, ხო? ანუ ეს შეგვიძლია ისევ დავაკოპიროთ და აქ ჩავსვათ მეორედ და კიდე ჩავსვათ მესამედ. ესე იგი, ეს არის ესი, ეს არის ო და ახლა კიდე უნდა ჩავსვათ ესი, ანუ სოს თუ გვინდა რომ დავწეროთ, ხო? ანუ ამას ისევ მთლიანად მოვნიშნავ. დავაკოპირებ და ჩავაგდებ აი აქ. აი ესეც. ახლა გავუშვათ. ამ შემთხვევაში აინთება ერთი წამი ჩაქრება ერთი წამით, აინთება ერთი წამით ჩაქრება ერთი წამით, აინთება ერთი წამით ჩაქრება ერთი წამით, ეს არის ესი ასო. ახლა აინთება სამი წამი ჩაქრება ერთი წამი, აინთება სამი წამი ჩაქრება ერთი წამი, აინთება ისევ სამი წამი და შემდეგ ჩაქრება ერთი წამი. ეს ო ასო და უკვე დაიწყო ისევ ესი ასო. ერთი წამი აინთო, ერთი წამი ჩაქრა, ერთი წამი აინთო, ერთი წამი ჩაქრა და ერთი წამი აინთო და ერთი წამი ჩაქრა. ახლა დაიწყება ისევ თავიდან, ანუ ლუპში დაწერილი კოდი
მეორდება მუდმივად, ანუ როდესაც დასრულდა აქ ეს მოქმედება, ისევ დაიწყო თავიდან. თუ გვინდა რომ ჩვენ მივხვდეთ აქ, როდის სრულდება ეს სავარჯიშო, stop simulations დავაჭიროთ, ჩამოვედით ქვევით და აქ მაგალითად დავუწეროთ აი მსგავსი digital write. მეხუთე პინი იყოს low დიდი ასოები, რა თქმა უნდა, აქ ჭრილები გვინდა წერტილმძიმეც არ უნდა დაგავიწყდეთ და ქვევით იყოს delay იყოს მაგალითად 5000, ხო? ანუ 5000 წამი იყოს უბრალოდ გაჩერებული, რომ მივხვდეთ, ანუ ჩამქრალი იყოს, რომ მივხვდეთ, როდის სრულდება, ანუ 5 წამი. რა დავაკელით, ხო, წერტილმძიმე, აი როგორც გითხარით, წერტილმძიმე არ დაგავიწყდეთ თქო და delay. გავშვით. ეს ასო, ახლა გადავიდა უკვე O ასოზე, ანუ 3 წამია, ინთესა 1 წამი ჩაქნა, ამას გამიორებს 3-ჯერ. ახლა გადავა ისევ ეს ასოზე 1 წამია, ინთება 1 წამი ჩაქრება, ამასაც გააკეთებს 3-ჯერ. მეორე და ესაც მესამე და ახლა 5 წამი იქნება ჩამქრალი და მე ისევ დაიწყება თავიდან. დაველოდოთ, აი, დაიწყო უკვე თავიდან. ეს არის stops დავაჭიროთ, ეს დავალება მოვნიშნოთ, დავაკოპიროთ, გადმოვიტანოთ აი აქ ჩვენ code HS სავარჯიშოებში ჩავსვათ, submit continuous დავაჭიროთ, ჩაგვითვალა და უკვე მეორე ქვეთავიც მორჩით, ანუ მესამე იუნიტის მეორე ქვეთავიც დავასრულეთ.